კაი, დავიწყოთ ეხლა. ეხლა მოკიდების პროცესს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. ესე იგი, არანაირად არ უკიდებთ Z და არანაირად არ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად გავაჩაღოთ ცეცხლი, ხო? ანუ უკიდებთ თავზე და მოკაჩვით ვცდილობთ რომ ნელ-ნელა თავი ესე ვთქვათ მოიწვას რა. ოღონდ აი ძალიან ისეთი რა ნაზად რომ მოიწვას თავი. არ უკიდებთ Z ესეთი რაღაცა. ანუ გატარებებს უკეთებთ ესე და თან ნელ-ნელა ვეწევით რა. აი ესე რა. ეხლა პირველი მოკაჩვის დროს, როდესაც თავი აინახეთ, ცოტა წამოიწია თამბაქო ზემოთ, ხო? ანუ არანაირად არ ილუზია არ ქონეთ, რომ პირველივე მოკიდებით ეს წავა. პირველი მოკიდებით არ დაიწყება მოწყვა. პირველი მოკიდება არის იმის, რომ ეს თავი მოიწვას და თავი რომ გადაუსწოროთ ტამპერით. ტამპერით გადაუსწორებთ თავს. აი ესე გვერდებიდან თითქოს რაღაც კონუსურად უკეთებთ შვაგულს რა. აი ესე ნახეთ. ჩავასწორე, ხო? წავიდა მეორე. ანუ შეგიძლიათ ფული გამოუშვათ პირიდან, შეგიძლიათ შემოიტანოთ და გაუშვათ შიგნით, შემოიტანოთ, გაუშვათ შიგნით. კიდევ ერთხელ ჩაქრობა მოსულა, საერთოდ არ არის პრობლემა მაგაში. რამდენჯერ ჩაგიქრება, იმდენს მოუკიდებთ, რომ საუბრობთ ან რაღაცა ჩვეულებრივად ქრება, ხო? ანუ კიდევ ერთხელ მიყვებით ნელ-ნელა, თავს უსწორებთ. და ცდილობთ, რომ ნელი ტემპებით გააღვივოთ მაქსიმალურად. ასე ვთქვათ. გაღვივებული უკვე რა. ეხლა შეგიძლიათ ნელი ტემპით ესე გაყვეთ ჩვეულებრივად რა. ანუ აუცილებელია რომ ესე იგი შემოუშვებთ, ნელა გაუშვებთ. შემოუშვებთ, ნელა გაუშვებთ. ამას ქვია პრეს მეთოდი რა. ეხლა საერთოდ არ არის ოდნავ გათბა, მეტი არაფერი.
აი ეს ნელი ტემპით ესე სასიამოვნოდ შეგიძლიათ ჩაი დაიდგათ გვერდით ან ყავა დაიდგათ გვერდით ან რა ვიცი წვენი დაიდგათ რაც გაგისწორდებათ მოყლუპოთ ნელა შემდეგ გააგრძელოთ ისევ დროდადრო თავს უსწორებთ გვერდებიდან, აი ეს გვერდებიდან ტამპერით. ნაცარი არ გადმოყაროთ. თუ ძალიან ბევრი დაგროვდა შეგიძლიათ შემდეგ გადმოყაროთ, თქვა ნახევარზე რო ქვემოთ რო ჩახვალთ, მე ისევ თავიდან მოუკიდოთ. ანუ მე მაქვს ხოლმე ესეთი რაღაცეებიც რომ თქვათ რაღაც პერიოდის შემდეგ რო ჩაქრება აღარ უკიდებ ცოტა ხანი თქვათ რაღაცა ამ ტელევიზორს უყურებ ან თქვათ რაღაცა ტელეფონზე ვსაუბრობ ან რაღაც ხო გავალ მოგეთ ცოტა ხანი გავაჩერებ მე ისევ თავიდან მოუკიდებ ანუ არ არის პრობლემა რომ გააჩეროთ თავარია რომ ღამით არ დატოვოთ ჩამქრალი ჩიბუხი და შიგნით არსებული ნამწვი თუთუნიც და ასევე არანამწვი თუთუნიც რა. თავარია რომ დიდხანს არ გააჩეროთ, მაგრამ 2 საათი, 1 საათი სავსებით არ არის პრობლემა. ანუ თავარი მუღამი აქ ის არის რომ ანუ ის პერიქის და ვირჯინიის გემოს რომელსაც შეიტანთ პირში გამოუშვებთ ხო ღრძილებზე და პირის ღრუში ტოვებს და გადადის უკვე შეგრძნებებში რა ანუ იქ ძალიან ბევრი რეცეპტორია ხო პირში და მე ცხვირიდან შეგიძლიათ რომ გამოუშვოთ რა თქმა უნდა მაგრამ ნუ აი ის პროცესია რომ იმას შეიგრძნობ რა თან პლუს ნიკოტინი რომელიც ძალიან სასიამოვნოა მოგეთ ეს გრძელდება მეგობრებო მთელი პროცესი რა არ მოგწინდებათ ეგილიათ იფიქროთ რავი განიტვირთოთ რელაქსი განიცადოთ და ასე შემდეგ კარგით მოგეთ ეგ არის რა სულ ეგ არის ერთადერთ დაიწყეთ პირველი შეცდომები გექნებათ, სავსებით მისაღებია, როგორც ბავშვი პირველად იდგამს ფეხს და ბევრჯერ წაიქცევა, ბევრჯერ წაიქცევით, გემოსაც იგრძნობთ, შეიძლება თვითონ ეს თასიც გაგიხურდეთ, მაგრამ ეგ არაფერი არ არის, დასაწყისია, თავარია რომ იცოდეთ წესები, გახურების დროს ცოტა ხანი ვაჩერებთ, სუნთქვის მეთოდს ვაკეთებთ, რომელიც გაატარებს ჰაერს, შეიტანს და გააგრილებს ასევე ჩიბუხს. თავიდან მოუკიდეთ, ჩაგიქრება მოუკიდეთ, არ დაწვათ ნაზად და დროთა განმავლობაში უკვე მიეჩვევით. კარგით, მოგეთ ეს არის. მხოლოდ ამ ვიდეოსთვის დანარჩენზე კიდე ბევრი რაღაცაა, რასაც მე მგონი რომ საინტერესოდ შეგვიძლია ვისაუბროთ.
და დარწმუნებული ვარ, კარგი ვიდეოები გვექნება ერთად. აბა დროებით.